Twitch-ებთ ტელეფონის ძებნას, რომელიც აქციაზე დაკავების სამომაცალოს სპეცრაზმა, უკანონოდ დაკავების დროს წაგვიჩეს. Ზარცოლმა სპეცრაზმელმა ტელეფონი დროულად ვერ გათიშა, ამიტომ ლოკაციის დამდგენ პროგრამას მობილურის კვალზე მივყავართ. ჩემი მობილური დღემდე გამონათებულია გორში. სამომაცალოს სპეცრაზმა, შემიძლია განახოთ. სამომაცალოს სპეცრაზმა. უკაცრავად! ჩემი მობილური არის აქ! ჩვენთან არ არის. ჩვენ აჭრეგი ჩადარების უფლება გვაქვს 10 ნივთის ამოღების. მიმართეთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადგენს თუ კი აქ ინახება ნივთი და ჩვენ თანამშრომლობის ბრალეულობა გამოიხდება, კანონით დაიწყება. ზარცოლმა სპეცრაზმელმა ტელეფონი დროულად ვერ გათიშა, ამიტომ ლოკაციის დამდგენ პროგრამას მობილურის კვალზე მივყავართ. შებრუნდიდი საწმეულებს, სკოროფულებთან ხალხსა, შენაც უშვები ტელეფონს. უკაცრავად! ჩემი მობილური არის აქ! ჩემი მობილური დღემდე გამონათებულია გორში. შემიძლია განახოთ. Let me tell you something you already know. The world ain't all sunshine and rainbows. It's a very mean and nasty place, and I don't care how tough you are, it will beat you to your knees and keep you there permanently if you let it. You, me, or nobody is gonna hit as hard as life. But it ain't about how hard you hit. It's about how hard you can get hit and keep moving forward. How much you can take and keep moving forward. That's how winning is done. Now, if you know what you're worth, now go out and get what you're worth. But you gotta be willing to take the hits and not pointing fingers saying you ain't where you wanna be because of him or her or anybody. Cowards do that, and that ain't you. You're better than that. უკაცრავად! ჩემი მობილური არის აქ! 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 შემეცნების მეთოდების და მეს აღმოჩენას და დეფინიციას ცდილობს რელია, მამარდაშვილი, შტაინერი, უიდიპოსაც გზა და გზა აქვს რაღაც შეგრძნებები, დეკარტი და სხვა ევროპელი ფილოსოფიის მამები მაგალითად, მაგრამ სიღრმისეულად ყველა თავის საფუძვლებს აღმოაჩენს და მიმართულებები აქვს სხვადასხვა. საწყისი ერთია და მარტივია. ამას ანდრო დგებუაძე ინდური ფილოსოფიის დახმარებით აშტაკავარდა გიტას თარგმნით და მოკლე ლექციებით მეზე და სინდისზე უმარტივესად ხსნის.
როლების მორგებამდე არსებობს რაღაც შეგრძნება ყველაში, რაც განსაზღვრავს და გვეუბნება რა არის ნაღდი და რა არა. მუსიკოსი მაგალითად ამ ფოტოგრაფი ამ შეგრძნებით ხელოვანი ზოგადად პოულობს შედევრს. ანუ მას ეს შეგრძნება ეუბნება, რომ აი ის ნოტი, რომელიც აიღე, ან ის მონახაზი, რომელიც გაკეთე, ის მონახაზია, რომელიც მას გენიალურს ხდის. ავტორიტეტი, ზოგადად ავტორიტეტს არ უნდა ენდო და თუ ამ შეგრძნებას როცა ქრისტე შეგხვდება ავტორიტეტს დაუჯერებ და კითხვის რომ ის ქრისტე არ არის. მაშინ ვერ მიხვდები რომ ის ღმერთია და სწორედ ეს შეგრძნება უნდა არსებობდეს შენში, რომელმაც მიგახვედროს რომ ის ვისაც შეხედავ ის სწორედ ქრისტე. სინდისია ეს შეგრძნება, ანუ ეს მარტივად რო ახსნათ, რომელიც არ ძალადობს უბრალოდ თუ ეკითხებით გვიპასუხებს და ისე უბრალოდ ჩვენ სურს უკან არის და გვაგვირდება. უბრალოდ არ გვაძლევს თავისუფლებას გვაძლევს. ნოტი რასაც იღებ გენიალურია ან არა. ხოლო ეს ვალიდაცია რომელიც თავისუფალ ნებაზეა მშობელი მხოლოდ მაშინ გაიღვიძებს როცა მას ვკითხავ. სწორედ ესია ეს შეგრძნება, ეს სინდისია, ან შეიძლება რაღაც მეობა რომელიც გვატყობინებს ამას თუ იმას ცხოვრებაში. ბეზოსაც აქვს სტოიკური გამონათქვამი, სტრესი არ ჩნდება შრომისაგანო, სტრესი უმოქმედობისგან ჩნდება, როცა შენ გაქვს ცვლილებების გამოწვევის შესაძლებლობა ამ შენი აქტით და უმოქმედოდ რჩები. ეს იწვევს ზოგადად ზუსტად სტრესს და დეპრესიას ადამიანში. თუ კი არ ვიმოქმედებ, ეს გამოიწვევს იმას, რომ მე ვიქნები დეპრესიაში, მე ვიქნები ისეთ გარემოში, რომელსაც დაკარგული აქვს ყველანაირი ფერი და ყველანაირი აზრი. ნებისმიერ შემთხვევაში პოზიციას და მოცემულობას ორი მხარე აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში პოზიციას და მოცემულობას ორი მხარე აქვს და შეიძლება ტოლფასოვანი არგუმენტაცია მოუძებნა გაამართლო. მაგრამ როგორ მოხდება მისი არჩევა, ეს არის შენზე დამოკიდებული. რამ ხრივ წახვარ, რომელ მხარეს აიჭრა. ეს შენზეა დამოკიდებული და სწორედ თუ მას კითხავ, უკან ვინც გიდგას, ის აუცილებლად კითხვის რო აირჩევ, სწორია თუ არა სწორია. შესაბამისად, თუ კი უმოქმედოდ დარჩები, ან არ აირჩევ იმას, რასაც იმას კითხავ და ის კითხვის რო აზარჩევი იყო, მაშინ უკვე ვარდები იმ გარემოში, სადაც ყველაფერს აზრი იკარგება ნელა-ნელა და უფეროვდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი ჯობია თუ ირაკლი თოიძის დედა სამშობლო. შენ უნდა აირჩიო, რომელი უფრო ღირებულია შენთვის. და ევროკავშირის დროშა უფრო ლურჯია თუ ქართული ოცნების. საბოლოო ჯამში შენი გადასაწყვეტია მაინც.